მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა პარტნიორზე, რომელიც არის თქვენთან ურთიერთობაში. მაგრამ ყველა ადამიანს ვიღაცა ყავდა, ხო, რაღაცა პერიოდის წინ. რატომღაც არ ვიცი ესე მოვიდა ეს გაშლის იდეა, არც მე ვიცი სიმართლე გითხრათ რატომ მოვიდა, მაგრამ ალბათ რაღაც საინტერესო ინფორმაცია უნდა გაჟღერდეს, ხო, ვისთვის როგორ და რანაირად, მაგას უკვე სიტუაცია გვიჩვენებს. და ესეთი კითხვა მინდა დავუსვა პარტნიორს, აქვს თუ არა სურვილი, რომ დაბრუნდეს წინა ურთიერთობაში. ხო, ანუ ეს რა მომენტია იცით, რა ხშირად არის ხოლმე ესეთი სიტუაციები, რომ წყვილი არის ურთიერთობაში და ვერ ახერხებენ წინა პარტნიორთან რაღაცა კვანძების ჩახსნას, ხო, ანუ ეს არის ფიქრები, რაღაცა მომენტებში შეიძლება სულ სადღაც თვალში ხვდებათ, ან მის სახელი ხშირად ხვდებათ, ან რაღაცა მინიშნებებივით, ხო? თითქოს აი რაღაც მიდიხარ და ავტომანქანის ნომრები მისი სახელი არის. 1, 2, მესამე მიყოლებით, ხო? რაღაც თითქოს აი მივიწყებული ადამიანი უცებ გახსენდებათ, ხო? მივიწყებული ადამიანი უცებ რაღაცა გაძლევთ თითქოს ნიშანს, რომ მეც აქ ვარ, ჯერ არ წავსულ ვარ თუ რა ვიცი, ხო? კიდევ აქ ვარ. უბრალოდ ნახოთ თქვენი პარტნიორი თუ ფიქრობს წინა ურთიერთობაზე, ხო? თუ აქვს იმისი სურვილი, რომ დაბრუნდეს წინა ურთიერთობაში. მე შეგახსენებთ, რომ აქციის ფარგლებში პირად ურთიერთობაზე გაშლები შეგიძლიათ კვლავ ფასდაკლებით მიიღოთ, ისე რომ უნდა შემეხმიანოთ ნომერზე, რომელსაც მივუთითებ, მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ში და რა თქმა უნდა შევთანხმდებით დროზე, საათზე და ასე შემდეგ. ეხლა კი ვნახოთ, აქვს თუ არა სურვილი თქვენს პარტნიორს დაბრუნდეს წინა ურთიერთობაში და ესე გავაკეთოთ ორი ვარიანტი გავაკეთოთ, ანუ ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, რომ გავარკვიოთ და მერე უკვე სურთ თუ არა დაბრუნება იქ. მეორე ვარიანტი, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, კი ჩანს კარგად პირველი და მეორე ვარიანტი და მოდით გავაკეთოთ ესეთი ქვებით, ესე ვთქვათ, ესეთი ლაზურიტი იყოს და მეორეც რომ გამოჩნდეს კარგად და იყოს ეს ამისთვის და მე მგონი, მაგრამ ერთნაირად ჩანს ფერები. მოდით იყოს წითელი ესპი. ლაზურიტი და ესპი. და ვნახოთ, რა ურთიერთობა გაქვთ ახლა თქვენ და სურთ თუ არა წინა ურთიერთობაში ამ ადამიანს დაბრუნება. შეიძლება ვიღაცებმა თქვენ თავით შეიფიქროთ, გაარკვიოთ, გინდათ თუ არა წინა ურთიერთობაში დაბრუნება, ხო? ნახოთ. იმედია ჩაიფიქრეთ, პირველი ვარიანტი დავიწყებ მე, გადავტებთ მეორე ვარიანტს და ვინც აერჩეთ ლაზურიტი, იმით აქ დავტებ, რომ კარგად გამოჩნდება შედარებით. და ვნახოთ, რა ურთიერთობაში ხართ. აი თქვენ რა ურთიერთობაში ხართ ახლა, ესე ვიტყოდით, ცოტა ნახეთ როგორი მომენტი არის. აქ ცოტა გაურკვევლობის მომენტი გაქვთ. გაურკვევლობის მომენტი რა მხრივ, იცით, აი კი ემოციებს იღებთ, თქვენც გასცემთ ემოციებს რაღაც მომენტში, მაგრამ უფრო მეტი მოლოდინები გაქვთ ურთიერთობიდან. აი ესე ვიტყოდი, რომ აი ამ ურთიერთობიდან ახლა რა ურთიერთობაშიც იმყოფებით, ხო? უფრო მეტი მოლოდინები გაქვთ, უფრო მეტი სურვილები გაქვთ, უფრო მეტი
წინსვლა გინდათ, ხო, უფრო მეტად გინდათ, რომ რაღაცა ემოციური იყოს, უფრო საინტერესო იყოს, ხო, სულ რაღაცა სიახლეები გინდათ. თითქოს როგორი მომენტია იცით, რომ თითქოს ურთიერთობაში თქვენ უფრო დიდ როლს თამაშობთ, ხო? ან თქვენ უფრო მეტ ენერგიას დებთ და უფრო მეტად გინდათ რომ ეს დაგიბრუნდეთ, ხო, რა თქმა უნდა. აქ მე არ ვიტყვი იმას, რომ ცალმხრივია ურთიერთობა. ცალმხრივი ურთიერთობა ნამდვილად არ არის, თუმცა მეტი პასუხისგებლობა ურთიერთობის, მეტი დათმობა, მეტი ყურადღება, უფრო თქვენი მხარე არის, უფრო თქვენ ხართ ამ ყველაფერთან მიმართებაში, ესე ხედავ მე ამ სიტუაციას. ხო, თქვენ უფრო აქტიური ხართ, თქვენ უფრო მზად ხართ რისკზე წახვიდეთ, მზად ხართ რაღაცა ცვლილებებისკენ. აი, ნახეთ, თქვენ უფრო მეტად შეგიძლიათ დათმობაც, წინსვლაც, აი ამ ურთიერთობაში როგორი მომენტია, იცით, რომ მთლიანად არა, მაგრამ ნაწილ 50%-ზე მეტი გაქვთ აღებული თქვენ პირადად ურთიერთობის შენარჩუნება იქნება, განვითარება იქნება, წინსვლა იქნება, აქტიურობა იქნება, ხო, თითქოს რაღაც ისეთ მომენტში დაღლილი ხართ, გეზარებათ რაღაც, მაგრამ იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის რაღაც გინდათ რომ გააკეთოთ და ასიამოვნოთ რა უცებად გააკეთებთ, ხო? აი რაღაც აქ უფრო თქვენი შრომა უფრო მეტი ჩანს ურთიერთობაში. კარგით, ნახოთ აბა. რა ხანტეზია, ნახოთ. ეს ადამიანი თქვენი პარტნიორი, პირველი ვარიანტი. აქვს თუ არა სურვილი დაბრუნდეს წინა ურთიერთობაში. იცით რა არის, ნახეთ, როგორც ასეთი დაბრუნება ამ ადამიანს, მე ვიტყოდი, რომ არა აქვს დაბრუნების მომენტი, თუმცა გეტყვით, რომ შეიძლება ითქვას, რომ წინა ურთიერთობას ეს ადამიანი აკვირდება, უყურებს, კი, რაღაცა შორს არის ეს სიტუაცია, თქვათ, ანუ ამ ადამიანთან დაბრუნების მომენტი ნამდვილად არ გააჩნია წინა ურთიერთობაში, იმიტომ რომ წინა ურთიერთობაში შეიძლება ითქვას, არ ვიცი, რატომღაც ისეთი მომენტი მოდის, რომ ამ ადამიანმა თავს უშველა, რატომღაც, ხო, აი, თავს უშველა თქვა და ნამდვილად იმდენად დამძიმებული მდგომარეობა ჰქონდათ, ხო, ანუ თავს უშველა და გაეცალა სიტუაციას. დაბრუნება ნამდვილად არ უნდა, მაგრამ ერთადერთი რაც არის, თითქოს ეს მომენტი არის, ეს ადამიანი იმ წინა ურთიერთობას, ანუ წინა პარტნიორს შეიძლება აკვირდებოდეს, უთვალთვალებდეს, უთვალთვალებდესეც არ არის, თქვათ, სოციალურ ქსელებში, აკვირდებოდეს, როგორ მიმდინარეობს მისი ცხოვრება, როგორ ხდება მისი ცხოვრება, ხო? ну აქ რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს აი ადამიანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული იმ ურთიერთობასთან მიმართებაში, ჰქონდა გადაწყვეტილი სერიოზული ურთიერთობები, სერიოზული მომავალი გეგმავდა შეიძლება ითქვას, მაგრამ ნუ რა მოხდა და როგორ მოხდა მაგას არ განვიხილავთ, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ნატკენი არის, ძალიან განადგურებული არის იმ ურთიერთობით და ნახეთ დაბრუნებაზე ნამდვილად არ არის აქ ლაპარაკი. აქ უბრალოდ ამ ადამიანმა შეიძლება რაღაც მომენტში კიდევ ერთხელ გავნებით თავსაც უშველა რაღაც ესე შეიძლება ითქვას, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი არის ერთის მხრივ თუ აქ ყოფილი მეუღლე იყო და პასუხისმგებლობები აქვს და შესაბამისად უწევს კომუნიკაცია ან რაღაცა უწევს რომ აკონტროლოს სიტუაციები იქაც და თუ არ ქონდათ რაღაცა ოჯახური ურთიერთობა, მეორე მომენტი არის უბრალოდ აინტერესებს ადამიანს შეიძლება ითქვას რომ
მას რომ მოექცა, თქვათ, ისე როგორც მოექცა, რომ ატკინა გული და თქვათ, ადამიანმა რეალურად თავი დააღწია და გამოიქცა ურთიერთობიდან, რანაირად ახერხებს, თქვათ, გააგრძელოს ცხოვრება, ხო? აი რაღაცა რანაირად შეუძლია წინსვლა ამ ადამიანს, ხო? რაღაცა ეს მომენტი აქვს. აქვს სურვილი, ანდითავა კიდევ კითხვა და აქვს სურვილი. არა, ნამდვილად არ აქვს ამ ადამიანს იმის სურვილი, რომ აქ დაბრუნდეს ამ ურთიერთობაში. პირიქით, ეს ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ მანიპულატორული მსხვერპლიც კი იყო, მას ძალიან ისეთი ხანდახან არის ხოლმე თქვენ წარმოიდგინეთ, მამაკაცებზეც კი არის ხოლმე მსგავსი მომენტები, მე გამიგია და მსმენია მსგავსი რაღაცები. ქალს მოძულეთ, ნუ აღმიქქვაქვთ ძალიან გთხოვთ, მაგრამ ხშირად შემცოდებია მამაკაცები ისეთი რაღაცები ხდებათ მათ თავს ხოლმე, რომ ნამდვილად გულწრფელად შემცოდებია. არა, აქ ნამდვილად არ სურს ამ ადამიანს იქ დაბრუნება, მაგრამ ამ ადამიანს აქვს რაღაცა ის მომენტები, სადაც შეიძლება ითქვას, რომ უბრალოდ საქმის კურსში უნდა იყოს, შეიძლება ხო გქონდა აქ თუ რაღაცა ცოტა ისეთი პასუხისმგებლობების მომენტიც არსებობდა, ხო, აქ მაინც რაღაც მომენტში აკვირდება სიტუაცია. თუ მით უმეტეს ოჯახი იყო და შვილის მდგომარეობა არის, ხო? ამ ადამიანს პირიქით, რაც შეიძლება შორს უნდა და ესე ვიტყოდი, მე აქ უფრო იმ მომეცხედა, რომ ადამიანი როგორ არის იცით, ერთი სული აქვს რაღაც აი რაღაცა ისეთ სიტუაციამდე მივიდეს, რომ დაისვენოს. შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ თქვათ წარსული ურთიერთობიდან ყოფილი პარტნიორი, ნუ ან წერდეს, ან რაღაცა ისიც უკომენტარებდეს, ან რაღაცა კომუნიკაციაზე გამოსვლა უნდადეს და ეს კაცი ცდილობს, რომ რაღაცნაირად ძლივს დავაღწიე თავი და სადღა უნდა დავბრუნდე, ხო, რაღაც გაეცალოს და რაღაც და თქვათ უყურებს, იმიტომ რომ იქნება ვინმე გამოჩნდეს მის ცხოვრებაში, რომ მასაც ეშველოს და მეც მეშველოს. თუ კიდევ ერთხელ აქ შვილის მდგომარეობა არის და რაღაცა პასუხისმგებლობების მდგომარეობა არის, აქ ის მომენტია, რომ როდის გახდება 18 წელს, რომ დავამთავრო მე მასთან კომუნიკაცია და მხოლოდ ჩემ შვილთან მქონდეს ხო კომუნიკაცია. აი აქ ესე ვიტყოდი პირველ ვარიანტთან, არა, დაბრუნება ნამდვილად არანაირი სურვილს არ წარმოადგენს თქვენი პარტნიორისთვის წარსულ ურთიერთობაში, მაგრამ ინტერესი როგორ არის იქ სიტუაციები, ეს ნამდვილად არის. კარგით. პირველი ვარიანტი არ არის ცუდი, ესე ვიტყოდი, ჩვენიერია და მეორე ვარიანტი ვინც ერჩეთ წითელი ესვი, მგონი აქ უფრო გამოჩნდება წითელი ესვი და ბაჭუკა. აი ეს ვანი. ბუზი მოვიდა, ჩემი და ბუზების კომუნიკაცია არ გაგიკვირდეთ, სხვათა შორის, როდესაც ნეგატივს მიკეთებენ, ან როდესაც წვენდებს ვატარებ ხოლმე და ძალიან ძლიერი ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ არიან ადამიანები, მაგალითად არიან სასაფლაოს რიტუალებით, განსაკუთრებით, მაგ შემთხვევაში ჩემთან სახლში ბუზები არ ვიცი საიდან მოდიან, მაგრამ ნუ აშკარად მოდიან და ვიტყვიან მესაუბრებიან თქო გაგეცინებათ, მაგრამ ნუ რაღაცა ჩემთვის მინიშნებებია ეს ის მომენტია, როდესაც რაღაცას მანიშნებს სამყარო ამ ბუზის მეშვეობით, რომ რა სიძლიერის არის თქვათ ნეგატივი, ეხლა ძალიან საკმაოდ ისეთი წმენდები მაქვს ეს დღეები და მანიშნებს და თუ ჩემზე ხორციელდება რაღაცა ცდილობები ხოლმე, მაშინ ხო საერთოდ ნუ არც სასწაული ხდება ხოლმე, არა მარტო ბუზები, მთელი სამყარო მწერების, რატომღაც იყრის ხოლმე რაღაცა ესე ჩემს ირგვლივ, სადაც არ უნდა ვიყო. ეს ბოდიშით გადახვევისთვის და მეორე ვარიანტი, რა ურთიერთობაში ხართ ახლა თქვენ. აი თქვენ ხართ ურთიერთობაში, წახვიდეთ თუ დარჩეთ. რატომღაც ესეთი მომენტია. არც ისეთი წახვიდეთ თუ დარჩეთ კი არა და უფრო მეტად აქ მე მგონია რომ არის იცით როგორი ურთიერთობა ეხა ვიწყებთ ურთიერთობას რაღაცა ეს მომენტია. თლად ურთიერთობასაც ვერ არქმევთ, მაგრამ თლად მეგობრობასაც ვერ ვარქმევთ, ხო? რაღაცა ესეთი მომენტი არის თითქოს აქ. არც
პარტნიორობა ქვია ამ ურთიერთობას თლად ბოლომდე თითქოს, მაგრამ არც ძმაკაცდაქალობა, ხო? ხო, აქ რაღაცა ახალი ურთიერთობის მომენტი არის, ახალი მდგომარეობა, რო იტყვიან ერთმანეთთან რაღაცა ემოციების მომენტი არის, აქ უფრო რაღაც ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთის შეცნობა, ერთმანეთთან რაღაცა ის ახალი ტალღა, ხო, რაღაცა აი დღეს ყველაფერი გვიხარია, დღეს ყველაფერი ლამაზია, დღეს ყველაფერი საინტერესოა, რაღაც მუცელში პეპლები დაფრინავენ, რაღაც ახალი საწყისი არის, ხო, აქ ჯერ არ ვიცით სად მივდივართ, მაგრამ ნუ რაღაცა ახალი მდგომარეობა არის, ხო? ჩვენ რაღაც მეგობრობთ, თანაშრომლობდით, რაღაცა ურთიერთობაში კომუნიკაცია შედგა და აი ეს კომუნიკაცია დაიწყო რაღაცა მეგობრულად, იმიტომ რომ საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა თქვენთვის და ერთნაირი აზრი გაქვთ, თითქოს რაღაცა ერთმანეთის დაბალანსებასაც ახდენთ, ხო, რაღაც თქვენს გაქვთ ცხოვრებაში გავლილი სიტუაციები, მასაც აქვს ცხოვრებაში გავლილი სიტუაციები და ერთმანეთს უზიარებთ რაღაც გამოცდილებებს, ხო? აქ რაღაცა სიახლეების მეორე ვარიანტი არის უფრო აი რაღაცა რა ვიცი 2-3 თვის შეიძლება ნუ რაღაცა 6 თვის ურთიერთობის მომენტი, აი რაღაც ახალი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბოლომდე. ნახეთ, შეიძლება ის მომენტიც იყოს, რომ აი მიყვარხარ, მეც მიყვარხარ, მაგრამ ნუ ნამდვილად ესია, აი სიყვარული ესეთი უნდა იყოს, რაღაც ეს მომენტიც რო არის თითქოს ესეთი ენერგიები მომდის. ნახოთ, აბა ამ ადამიანს თქვენს პარტნიორს მეორე ვარიანტი ვინც აირჩია. სურს დაბრუნდეს წინა ურთიერთობაში. აქვს ესეთი სურვილი, რომ წინა ურთიერთობაში დაბრუნდეს. აქვს ამის სურვილი. ნახეთ, ესე გეტყვით. ამ შემთხვევაში დავიწყებ იქედან, რომ ეს ადამიანი ამ ეტაპზე სრულებით გადართული არის სხვა სიტუაციაზე, სხვა მდგომარეობაზე. თითქოს ეს ადამიანი გადართული არის უფრო ახალ წამოწყებაზე. ახალ ურთიერთობაზე, თითქოს კი არა, ახალ ურთიერთობაზე არის ბოლომდე გადართული. აქ ადამიანი ახლისკენ უფრო მეტად იბრძვის და იხვწვის და ცდილობს, რომ ყველაფერი დაალაგოს და ისე მოაწესრიგოს ყველაფერი, რომ იგივენაირად არ მოხდეს და თქვათ არ დასრულდეს იქ ურთიერთობა. მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი აი არ ვიცი რატომ მომდის ეს მდგომარეობა, მაგრამ აი მილიონი რომ ისცეს ვინმე ესე ვიტყვი, მილიონი რომ ისცეს გადმომიხდა არკანები და რომელი არკანით ამომეღო, მაინც ამოვიღე და ესე კეთოთ, მილიონი რომ ისცეთ მართლა ხალხო მეორე ვარიანტის წარმომადგენელს წინა ურთიერთობაში, აი დაბრუნდიო რო უთხრათ, ჩათვალეთ, რომ მაგას ურჩევნია დანა დაარტყათ, მოკლათ, ოღონდ იქ არ დაბრუნდეს. მე არ ვიცი იქ რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ აი წინა თუ საერთოდ ოდნავ მაინც აკვირდებოდა რა და როგორ იყო აქ სახელის ხსენებაზეც კი შეიძლება ადამიანს აი აკანკალებდეს, რასაც ქვია. ადამიანი არის მაქსიმალურად გადმორთული ახალ ურთიერთობაში, მაქსიმალურად ცდილობს ამ ურთიერთობაში იმუშაოს, იშრომოს, მეტი პასუხისმგებლობები აიღოს, მეტი ემოციები მიიღოს და მოგცეთ. აბსოლუტურად ადამიანს თუ აი პირდაპირ გეტყვით, რა ვიცი, ჯადოც რო გაუკეთოს წინა ურთიერთობიდან ვინმე ალბათ არ წავა ცოცხალი თავით, რა ვიცი, აი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ურთიერთობაში არ დაბრუნდეს. არანაირი სურვილი არ გააჩნია ამ ადამიანს ამ ურთიერთობაში დაბრუნების, ესე ვიტყოდი.
აი არანაირი სურვილი არ გააჩნია ამ ურთიერთობაში დაბრუნების. მაინც ვკითხოთ, აქვს სურვილი რომ დაბრუნდეს მასთან? წინა ურთიერთობაში აქვს სურვილი? ჩემო კარგებო, აი აქვს თუ არა სურვილი, კიდევ ერთხელ გეუბნები და არა აქვს ამ ადამიანს, ეს ადამიანი ახალს ეძებს, ახალ მომენტებს ეძებს, ახალ ურთიერთობას ეძებს, ახალი ცხოვრებისკენ უნდა წასვლა, ახალი შანსები უნდა. ახალი, ანუ სადაც არის იქ ძალიან კარგად გრძნობს თავს და ძალიან კარგად არის ბედნიერად და არ უნდა არსად დაბრუნება, იმიტომ რომ იმდენად ნატკენია, იმდენად განადგურებულია იქ, იმდენად ისეთი მძიმე მდგომარეობა ქონდა, რომ შეიძლება ითქვას, რომ გახსენების დროსაც კი ადამიანს აი არანაირი სურვილი არ ქონდეს, ხო? ეს ადამიანი წარსულს ხურავს, წარსულზე აღარ ფიქრობს, იმიტომ რომ ამ ადამიანს განზრახული აქვს მომავალი და თვლის, რომ მისთვის ეს მომავალი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე სხვა რაიმე ურთიერთობები, რაც წარსულში ქონდა. და მაინც ერთი არკანი კიდე მინდა რომ დავამატო, აი არ ვიცი, მაინც კიდე მინდა დავამატო, თქო წარსულთან მიმართებაში დაბრუნება სურს თუ არა, წარსულ ურთიერთობაში არა. არანაირად, იმიტომ რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი ტკივილები აქვს გამოვლილი იქ. ამ ადამიანს ძალიან დიდი წყენები აქვს გამოვლილი. ამ ადამიანს რო იტყვიან, ძალიან დიდი სიმძიმეები აქვს გამოვლილი. ამ ადამიანზე შეიძლება ითქვას ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, აი არ ვიცი, აშკარად ადამიანზე იყო სერიოზული, შეიძლება მაგიური მომენტებიც იყო და ამ ადამიანს ჰქონდა რაღაცა მიჯაჭვულობა იქ ურთიერთობაში, რაღაცა ესეთი მდგომარეობა, სადაც ვერ ტოვებდა იმ ურთიერთობას, შეიძლება ითქვას და აშკარად ადამიანზე სერიოზულად მქონდათ, არ ვიცი დღეს ვინ მოვიდა და ანუ ორივე ვარიანტი აშკარად ძალიან ისეთი სიტუაცია არის, დაჩაგრული მამაკაცები მობრძანენო, ესე შეიძლება ითქვას. არა, ჩემო კარგებო, აქ ადამიანს არანაირი სურვილი არ გააჩნია, პირველისგან განსხვავებით მეორეს აბსოლუტურად კიდევ ერთხელ გონებით, სახელის გაგონებაზეც კი შეიძლება აკანკალებდეს, იმდენად აღარ უნდადეს სახელის გაგონებაც კი. პირიქით, ეს ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცა წინ წავიდეს, ახალი ემოციები მიიღოს, თქვენთან ურთიერთობაზე იშრომოს, უფრო მეტად შეეცადოს, რომ დაალაგოს მდგომარეობა, დაალაგოს თქვენთან კომუნიკაცია, იქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, იქ მისთვის გაუსაძლისი მდგომარეობა იყო და კიდევ ერთხელ გეუბნებით, შესაძლებელია იქ რაღაც მომენტში ადამიანს აჩერებდა რაღაცა მაგიური ზემოქმედება და ვერ ახერხებდა გამოსვლას ამ სიტუაციიდან და თითქოს აი რაღაცა არ ვიცი რატომღაც ესეთი მომენტი არის, ბოლო არკანი რო ამოვიღე, აქ თითქოს სამკუთხედი სიტუაცია შეიქმნა და თქვენ იყავით ის ადამიანი, ვინც დაანახა, რომ ანუ სამკუთხედი, ოღონდ ნახეთ როგორი სამკუთხედი ეს იქ რო არ უნდა ადამიანს და უკვე ფაქტურად დასრულებული ურთიერთობა რო არის და მაშინ რო გამოჩნდება მის ცხოვრებაში რაღაცა ნათელი წერტილი რო დაანახებს, რომ გამარჯობა ცხოვრება არის სასიამოვნო არის და არ უნდა ვიტანჯოთ და არ უნდა ვიყოთ უბედურები, აი რაღაც თითქოს ეს მომენტი რო დაანახეთ, ხო, აი გაანალიზების მომენტი რო დაანახეთ, რაღაცა სხვა თვალით და სხვა შეგნებით მიიყვანეთ ეს ადამიანი იმამდე რომ როგორღაც დააღწია თავი და სად უნდა დაბრუნდეს, რას ლაპარაკობთ, აი ესეთი მომენტი აქვს ამ ადამიანს რა დროს დაბრუნებაო. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა პირველი და მეორე ვარიანტი. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ, ძალიან კარგი, ასეა თუ ისე ახლა შეიძლება ითქვას, რომ ორივე ვარიანტი ძალიან კარგი გამოვიდა. არავის არსად დაბრუნება არ უნდა და არავისთან დაბრუნება არ სურს. შეგიძლიათ დატკბეთ, შეგიძლიათ აი მოვჭერ კიდევაც ესეთ არკანზე, გაჩვენებთ, ძალიან მიყვარს ეს არკანი. ეს არის იმპერატრიცის არკანი, ნახეთ როგორი ლამაზი არკანი არის აქ. აი დატკბით თქვენი ძალაუფლებით, დატკბით თქვენი სიმშვენიერით, დატკბით თქვენი ცხოვრების იმ
ემოციებით და იმ მომენტებით, რომელსაც მოდით პირდაპირ გეტყვით, რომ იმსახურებთ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი ტკივილიც გაქვთ გამოვლელი, ძალიან ბევრი ესეთი მსხრევაც გაქვთ, ძალიან ბევრი განცდებიც გაქვთ. მე არ ვიცახი, რომ მარტო პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, არამედ აქ შეიძლება იყოს სულიერი მდგომარეობა ერთი მხარეა და მეორე არის მატერიალური მდგომარეობაც, ხო, რაღაცა თითქოს ორივე სიტუაციაში, ასე რომ მიიღეთ სამყაროსგან ის საჩუქარი, რაც გაქვთ, დატკბით ურთიერთობებით და ბედნიერებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენთაგანს. დროებით.